თემა მე-16. ყიდვა ზმნა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. გზის ჩვენება. ახლა მაღაზიაში ვარ და ტანსაცმელს ყიდულობ. გუშინ ახალი კაბა ვიყიდე და ძალიან მომწონს. რა იყიდე გუშინ მაღაზიებში? ბევრი არაფერი. მხოლოდ ერთი შარვალი ვიყიდე. სად მიდიხარ? მაღაზიაში მივდივარ. ფეხსაცმელი მინდა ვიყიდო. რა გინდა იყიდო? ბევრი არაფერი. მხოლოდ ჟაკეტი მინდა ვიყიდო. სად წავიდა თინა? მაღაზიაში წავიდა. ბოლო კაბა და ზედატანი უნდა იყიდოს. მამაჩემს უნდა ახალი ქურთუკი იყიდოს. ალბათ დღეს იყიდის. სად არიან დედა და მამა? მაღაზიაში არიან. ნინოს დაბადების დღისთვის უნდათ იყიდონ საჩუქარი. გინდათ იყიდოთ ეს ლაბადა? დიახ, ალბათ ვიყიდი. იცი, გიორგიმ კვირას ძალიან კარგი პალტო იყიდა. მართლა? რა კარგია? იცი, ჩექმები არ მაქვს და მინდა ვიყიდო. ალბათ ხვალ ვიყიდი. გუშინ იყიდე ფეხსაცმელები? კი, ვიყიდე. ძალიან ლამაზი დახურული ფეხსაცმელები ვიყიდე. საჩუქრები ჩემი მშობლებისთვის. ხვალ დედაჩემის დაბადების დღეა და საჩუქარი მინდა ვიყიდო. არ ვიცი რა ვიყიდო. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამკაული, ყვავილები, სუნამო თუ სხვა რამე სუვენირი. ალბათ თბილისი მოლში წავალ. იქ ძალიან ბევრი მაღაზიაა და ალბათ იქ ვიყიდი რამეს. იქ ყველაფერი იყიდება. შარშან კაბა ვიყიდე დედასთვის. ძალიან მოეწონა. მამა ყოველთვის სუნამოს ან სამკაულს ყიდულობს დედასთვის. მე უფრო ხშირად ტანსაცმელს ყიდულობ. ძალიან მიყვარს ლამაზი ტანსაცმლის ყიდვა დედასთვისაც და ჩემთვისაც. კარგია, როცა ქალს ბევრი ლამაზი ტანსაცმელი აქვს. ალბათ წელსაც ტანსაცმელს ვიყიდი. ეს უფრო ადვილია. მინდა ვიყიდო კარგი ჟაკეტი. თბილი და ლამაზი. ალბათ ეს კარგი საჩუქარი იქნება. ჟაკეტი ძალიან მოსწონს დედას. ერთი თვის შემდეგ მამაჩემის დაბადების დღეა. კაცისთვის საჩუქრის ყიდვა ყოველთვის უფრო ძნელია. მამასთვისაც ალბათ ტანსაცმელს ვიყიდი. კარგი ხარისხის პერანგი ალბათ მამასთვისაც კარგი საჩუქარი იქნება. გამარჯობათ. თუ შეიძლება მითხარით, სად არის აქ ფეხსაცმელების მაღაზია? კი ბატონო, აი იქ არის ბანკი. ბანკის გვერდით არის სუპერმარკეტი. სუპერმარკეტის მარჯვნივ არის ფეხსაცმელების მაღაზია. იქ მეორე მაღაზიაც არის. სუპერმარკეტის წინ, ქუჩის მეორე მხარეს არის სავაჭრო ცენტრი და მეორე სართულზე რამდენიმე მაღაზიაა ფეხსაცმელების. იქ ტანსაცმლის მაღაზიაც არის? დიახ, არის. ქვემოთ ტანსაცმელების მაღაზია, ზემოთ ფეხსაცმელების მაღაზია. მესამე სართულზე კი ტექნიკა იყიდება. დიდი მადლობა. აქ არის ავტოსადგომი. ავტოსადგომი ახლოს არ არის. ცოტა შორსაა. სუპერმარკეტიდან წახვალთ პირდაპირ, მერე შევუხვევთ პირველ შესახვევში და იქ ძალიან ახლოს ბანკის უკან არის პატარა ავტოსადგომი. დიდი მადლობა. არაფრის. კარგად იყავით. კარგად ბრძანდებოდეთ.